მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. მოკლედ ერთი საინტერესო ტურნირი მინდა გადავიღო. დღეს თბილისის ზღვაზე იმართება ტურნირი თევზაობაში, სპინინგით თევზაობაში. ემართები მაღაზია მეტეორი მერაბი მართავს ამ ტურნირს. მოგესალმებით ბატონო მერაბ, ბედნიერ დღეს გისურვებთ. ჩემი მაყურებლები. მოკლედ დაიწყო ტურნირი 6 საათზე. ეს წუთია ჩაითო. გონგი და სპორტსმენებმა დაიწყეს მოქმედება. რა გვაქვს? ქორჭილა თუ? ქორჭილა, ქარიყლაპია და ფარგა. ანუ რასაც დავიჭერთ ესე იგი. შენერის გადაგდება ქონა. აი ჯოხი. მოგესალმებით. YouTube არხი უიარაღო, ბედნიერ დღეს გისურვებთ. მატებები თქვენს მაყურებელს. თქვენ ხართ უკიდურესად განაპირა. შეგირჩევიათ, გაიყურე. აბა თქვენით წარმატებებს გისურვებთ. YouTube არხი უიარაღო, მოგესალმებით. საინტერესო ადგილია. ქარიყლაპია. უნდა იჯდეს აქ მოწველი. მოკლედ, მე მინდა ახლა გავესაუბრო ამ ტურნირის სულის ჩამდგმელს, ხელმძღვანელს და ორგანიზატორს, ჩვენ ძმას და მეგობარს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით უიარაღო. მოკლედ რა ტურნირია, რა ბარდება, რა ფასდება და როგორი სპორტსმენები ყავს და მოგესალმებით პირველ რიგში. ანუ ჩვენ ვატარებთ, ეს არის საქართველოს სპინინგისტთა კლუბი მეტეორის ჩემპიონატი, რეიტინგული. წელიწადში ჯამში ტარდება 7 შეჯიბრი, საიდანაც სპორტსმენებს დაეთვლება 5 საუკეთესო შედეგი. და წლის ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული კლუბის, ვინც იქნება პირველ, მეორე, მესამე ადგილი. და გადაეცემა თასი, რომელიც არის გარდამავალი. ანუ თუ შემდეგ წელს სხვა მოიგებს ამ თასს, ესე ვთქვათ, წაართმევს სხვა სპორტსმენი წინა ჩემპიონს თასს. და წლების მიხედვით დაწერია. წლების მიხედვით დაწერია დავუშვათ 2026-ში ვინ მოიგო, 27-ში ვინ მოიგო. და ეგეთი საინტერესოა. ის გვაქვს. ასევე ვლინდება პირველ რიგში სპორტსმენისგან ვითარება, პირველ რიგში სპინინგისტების პოპულარიზება ხდება სპინინგის. ბავშვები იღებს ბევრი მონაწილეობას და ბავშვები იღებს მონაწილეობას და ყველაზე კარგი ესაა, რომ ბავშვებს გამოუჩნდა ისეთი გასართობი, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ალბათ ქუჩაში დგომას ბევრად ჯობია ესეთი ჯანსაღი ცხოვრების წესი. დაინტერესებაც კარგია. 60 მონაწილეა დღეს შეჯიბრზე. მალაგეთ. ნახოთ. საკმაოდ სიცხეა, 7 ამინდია. ნახო როგორ განვითარდება მოვლენები, შედეგები არის უკვე. დღეს ბოლოს 12 საათზე რჩება შეჯიბრი. წარმატებები ბატონო მერაბ, ძალიან მიყვარხარ, ძალიან მიხარი ხარ და ჩემი ძმა ხარ და ძალიან ბევრი მეთევზე ისე სამოქალაქო ხალხიც რო უყურებს, ზოგი ნავებითაა შესული, ზოგი ფეხით თევზაობს. და საინტერესო რომ ამდენი ხალხი უკვე ამ ანკესით
თევზაობით დაინტერესდა. მადლობა თქვენ, მადლობა ღმერთს და ყველა მონაწილეს გაუმარჯოს ღმერთმა. მოკლედ გრძელდება ტურნირი, რამდენი ხანი გრძელდება? 5 საათნახევარი. 5 საათნახევარი. სადღაც ალბათ 12-ის ნახევარზე დასრულდება რა? 6-ზე დაიწყო. 7, 8, 9, 10, 11, 12-ის ნახევარი. იყო ჯერ ჩარტყმები საერთოდ. YouTube არხი უიარაღო, კიდევ ერთხელ მოგესალმებათ და გისურვებთ წარმატებულ თევზაობას და წარმატებულ შეჯიბრს. კაი გადაგდება იყო. რა ჯოხია, კარგად ისროლა. დისტანციის ჯოხია ზუსტად, სესტა. სესტა ლათინური სიტყვა და ქართულად დისტანციას ნიშნავს. საიდან სადამდე აქვს? 1.5-დან 18 გამავ. უფ, რა ხელა დისტანცია გქონია შეგაც. თბილისის ზღვა ისე მშვენიერი ამიდია დღეს. გადასარევი ამიდია. აბა წარმატებები. იყო ჩარტყმები. ანუ სატყუარა, მატყუარა ვერ იმუშავა. ვერ მივაგენი მოკლედ აქ ძალიან ბევრი სპორტსმენია. ყველას გადაღებას არ ვიცი, შევძლებ თუ არა, მაგრამ ვცდილობ. აჰა. ჩავებით. იყო ჩარტყმა. მოგესალმებათ YouTube არხი უიარაღო, წარმატებულ თევზაობას გისურვებთ. არის რამე სიგეთ? აბა რა ხდება სპორტსმენებო? ჯერჯერობით არაფერი. თქვენ შეიცვალეთ ლოგაცია? მოკლედ ძალიან ბევრი სპორტსმენია ამ სანაპიროზე მიმოფანტური. ყველას გადაღებას თუ შევძლებთ, ხო გაითხოვა რა და ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში. ძალიან კარგი ამედია, ძალიან კარგი დილაა. თბილისის ზღვა. აჰა, როგორც იქნა, დავიჭირეთ ქორჭილიუსები. აბატონო, ჩასათვლელი ზომები 1, 2, 3. შვენიერი ჩასათვლელი. შვენიერი. YouTube არხი უიარაღო, გისურვებთ წარმატებას. შენ ყავარ, მე მგონი გამოწერე. ვიცნობ ჩვენ ერთმანეთს. აჰა, ოპერიც მუშაობს როგორც შევხედე. იმუშავა პოპერმა. ეხლა გინდა სინჯო? აჰა, წავიდა ჩაჭიდებაში. კარგია. კარგია წარმატებები. წამოვედი მეთქი ისე გასართობად და წამოვიღე ჯოხი, სატყუარები და კოჭა დავიწყები. ავტრიალდი მაგაზან ჩავოვედი გულდაწყვეტი. რასის. აჰა. კაი ზომაა და რაღაცა სხვა არის ნეტა. აა, ქორჭილა. იქით გადი. თევზიანად არა. ქორჭილა. არა, კაცო, ქორჭილა კი არა.
ხარიღლაბია, მამაკაცური. საო გარანტირებულს ვერ ვიტყვი ჯერ. გარანტირებულს ვერ იტყვი. არა, ძმა, რა გაიქცეს, ბოლომდე აქ ჩადებული. რას ლაპარაკობ? ბიჭო, ხო აწვალე და მაგარი დასვი და მეც მაგარ კაი ფეხზე მოვედი. ასე რომ ჩემი არხი უნდა გამოიწერო. მე მგონი გამოწერილიც მაქვს. უიარაღო კაი ფეხზე დადის. ვისაც არ გჯერავთ. ბიჭო, პირის გამხსნელი გააქვს? აგერა გაქვს. აგერა გაქვს. აი, ეხმარე. ჰა, მოდი. დაიჭი. გამოდერი? აჩერდი, ბიჭო. ესეც ხარიღლაბიუსი. ო, რა ჯანზია. აგერ ჯოხი ატაკებელში მაგას თუ არა არ გაჩერდება. ჩერებს, იმენ სოცხალი თავში. ორჯერ გადმომიგდა. ამ ბალახებში ზის თევზი და უბრალოდ გააქტიურდება აწი. მოუმატებს. კარგი გადავიღეთ. შვენიერი ქორჭილი. გაუშვა ხო თენგო? ერთი საზომიც მაქვს აქ წინას წარო ვიცოდე მე რაბამ არ მომატყუოს ზომაში ჩემი საზომი თუ არ აჩერდი ბიჭო რამდენი სანტიმეტრია? 50 აი 59 კი არის ბიჭო 1 სანტიმეტრი თავსდი 59 აი გავწელა თქვენ გაქვთ უიარაღოს არხი გამოწერილი? თქვენს კი რა ხდება ბატონებო? 100 ევროს თევზი. თქვენ ვერ მიაგენთ ხო კიდე ადგილს? თქვენთან რა ხდება? არის ჩარტყმები. ენი რა მომიშო ტალახია კი? და მატყუ არა ტალახია თან იზიდავს დაბლო. აი ქვებზე ჯობია დადგე. მოკლედ თევზის ძიებაშია ეს ხალხი. აი მხესთან კაი იქნება გატარება ზევით. სპორტსმენი კიკნაძე დავით. დაიჭირა გავზომოთ ახლა. მაგარი პროჟელა. რაც მაგან მოწვალა. 30. აჰა. 30-იანი კორჭილა. 30 სანტიმეტრი. მოდი ესე დაიგავეთ უჩით თქოს პროზე დაიგავეთ. 1 სანტიმეტრით მეტრი ყოფილიყო ქულანახევარში მიდიოდა. არისო. ანუ 31 ქულანახევარში მიდის? შვენიერი. წარმატებები შენც. რა თქმა უნდა ყველა თევზს სპორტსმენები უშვებენ. დაიჭერენ, გაზომავენ და გაუშვებენ. ასეთია განაჩენი. დავიდა ჰე. მოკლედ ესე არიან სპორტსმენები თბილისის ზღვის სანაპიროზე მიმოფანტული. ესე დადის მერაბი და დაჭერილი თევზს ზომავს. ფოტოგრაფიით აფიქსირებს და შემდეგ უშვებენ. აი ნახეთ რამდენი სპორტსმენებია. აი ყველა მიმართულებაზე არიან სპორტსმენები. მოკლედ იქედან რო იწყება აი იმ წერტილიდან
აი იქ ნახეთ ბოლოს რამდენი ხალხი დგას. ეს სულ ახლობით 300-400 მეტრო მეტი იქნება ეს სანაპირო ზოლი, რომ გაფანტულები არიან 60 მონაწილე იღებს მონაწილეობას დღეს. არ და კარგი ამედია. მოკლედ ამ ტურნირში იღებს მონაწილეობას ჩვენი ერთი მეგობარი, რომელსაც არხი აქვს და ბევრი იცნობს საქართველოში. მიესალმეთ ჩემ მაყურებლებს. მოგესალმებით. სათევზაო არხი ნომერი 1, fishing number 1. მოკლედ ჯერ არ გვაქვს წარმატებები, მაგრამ იმედია დავიჭერთ. ავარი წარმატება არის უკვე გამოსვლა ბუნებაში. აი ამ ზღვაზე, აი ამ ტალღებში. არა, ცოტა ტალღები ბევრი არა. მაგრამ მეთევზე არის საკმაოდ ბლომად. არა მარტო ტურნირის მონაწილეები, თვითონ მოქალაქეებიც ძალიან ბევრია გამოსული ზღვაში სათევზაო. ზოგი კატარღით, ზოგი კატერით, ზოგი ნავით და ზოგი ფეხით. აბა წარმატებული დღე ყველას. ერთი მონაწილე მინდა გაგაცნოთ კიდე. რამდენი წლისა ხარ? 13 წლის არის, ხალხო. და თავის კამერით, თავის ჯოხით, ნახე რა მოწყობილობითაა მოსული. 13 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელიც ტურნირში იღებს მონაწილეობას და უნდა გაიმარჯოს სათევზაო ტურნირში და ეს არის მისი პაპა. პაპით არის მოსული 13 წლის ბალღი. პაპა, გენაცვალე. აი კაცი ხარო, შვილიშვილს ამხელა მოტივაციას აძლევ და ფულსაც აძლევ ეს მონტაჟები რო იყიდოს და რა ხანდის ყავს შევაძლევ მამამისი აძლევს და ჯოლას გავდი ძალიან გამიხარდა რომ აი ბავშვი გამოგყავთ ბუნებაში და ბუნებაში აყვარეთ და თევზაობის მოყვარული ადამიანი ცუდი კაცი არ გაიზრდება. მოკლედ ბატონებო დასრულდა ეს თევზაობის ტურნირი. აი მონაწილეები. ყველა მინდა გადავიღო. ძალიან მაგარი კაი ხალხი. კაი ვაშკაცი ბიჭები. ყველას მინდა მოვეფერო, გამოჩნდეს ჩემ არხზე. და ბატონი მერაბი ამოიკითხავს სიას და ვინ რა მოიგეს და ვინ რა დააგეს, განიხილება ყველაფერი. იზაშვილი ჰენრი. ყველა გადავიხოთ. დიდი ჰენრი. ცოტა შეგერს ჯოხი მაინც მოიგო. ემა კაი ხელდა რომ მოვიყო არა? ქონაური ამდენი. ებიაშვილი? ებიაშვილი გიორგი. ამაში მაინც. ასათიანი ვახტანი. ერთხელ მოგებული მაქვს ბრო. შენ რაღაცა იცი ტექნიკა. ვა, 8 ნომერი ვარ და 8 მოვიდე. არაფერი ყო კატავე. ხაშვილი თენგო. ოფშორ ასათუარებია. აბა რაჭველი კაცი რას ამოიღებს? გრანდელი ზურაბი. აქ არის.
ხვარაძე გიორგი. ორგალიძე აჩი. შენი მგენი ისროლებს მიერაძე ჯონი. ალბერიძე ბაჩო. მილავა გელა. გელა რა რიცხვი გინდა ერთიანი? ერიხანოვი ლევონ. ნაბდიშვილი ბეკა. თუ აზარტულია ზნარო. ხوارდა გაუჩლა ჯანიშვილი ჩაგდა. კანსები იმატებს ნენელო. მამალაძე დავითი. კანსები იზრდება. დანელია თემო. შენ ცოტა გაგჯო. აკლია ხე. მოვიდა და გამეიქცა. იგალიშვილი ლაშა. ალანია ლადო მალანია. ასაცია ლევანი. ერვალიძე სოსო. უნიანი გეგი. აბიჯო ამოიღეთ ვიღაცა მოუკვდი ამ სიცხეში კაცი ახლა. მოიგო ჯოკი. ბრავო. ამდენი ხანი მეთქვა შეგაც. 14. მიერაძე ჯონი. Pilotov. უშუალოდ დაჯილდოვებაზე და ვნახოთ ვინ გახდა დღევანდელი დღის გამარჯვებული სამეული და ეს გახდა 59 სანტიმეტრიანი ქარიკლაპია, რომელიც დაიჭირა საბა ჭალიშვილმა. საბა. მიგელი. ილოცა. ჩვენი პრიზი. სადა ახში ილოცავ საბა. მესამე ადგილი. მინდა ვთქვა, რომ დღევანდელი შეჯიბლით ძირითადად ზუსტად 7 მონაწილეს ბრძოლა 7 მონაწილეს ბრძოლა იყო. ანუ ამათ ყავდა 5-6 თევზის ფარგლებში 7. დანარჩენი იყო თითო თევზი და ნახევარად ბევრს არ ქონდა შედეგი. ბოლო ტამამდე იბრძოდა ეს ყველა 7 მონაწილე. და ნახოთ როგორ ავითარდა მოვლენები. მესამე ადგილი 71 ქულით. სადაშორის ბოლო მონაკვეთში ალბათ ბოლო 1 საათის თემა. მენაბდიშვილი ბექა. აგრეთვე მედალი ილოცავ. საბჭოთა დაგასწა. ამიტომ ბოლომდე უნდა იბრძოლო. ეს ძერზე ცოტა მოგვიანებით მე
მეკასვის ეს პირველი საპრიზოა, როგორც ვთქვი, სვაათი უნდა ახვიდას უსაფრიზოები. მეორე ადგილზე გავიდა მონაწილე პირველადაა საპრიზოში. უღაშვილი თანგო 95 კუბი. თენგო ილოცავ დამეგო აქეთა ჩვენი პრიზები. ეს სულ თქვენია ბატონო თენგო ეს მაგიდა თქვენია მადლობა. შეგიძლიათ დაბახოთ. პირველი ადგილი აუ დაიგავა მონაწილემ 101.5 ფულით, რომელმაც დაიჭირა კარგი თევზი ბიგფიში საბაჭალიშვილი. საბა ფანი ვარ შენი საბა პირველი ადგილი ილოცავ ოქროს medali. ილოცავ მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო კლუბის ლიგის მეხუთე ჩემპიონატი. შემდეგი შეჯიბრი ექნება სექტემბერში. თბილისის ზღვა მეტი არ იქნება. ამით მორჩა თბილისის ზღვა. ვარკვევთ თუ წალკა გაიშვებს, წალკაში გვექნება, თუ არა და სხვა ადგილს ნახავთ, ნუ თბილისის ზღვა არ იქნება წელს. ეხლა პრიზიორებს ვთხოვ, რომ მოვიდნენ სურათები გადავიღოთ. 16 გადავიში მასწავლე პრიზიორები. მოკლედ გილოცავთ ბიჭებო გამარჯვების გზებით გევლოთ ხო რა ორი ჯოხი მოიგო ბიჭო დროშეთი აქეთ შემოვიდეს რაღაც ლიტას სერიალი ისე ფავორიტ X1 ამასაც მოგიგია რა გინდა X1 შენს მოგიგია ჯოხი კი ხო აბა ამის პრიზები ვნახოთ თენგოს პრიზები ვნახოთ თენგოს ოხო რა ყანყალებია სელექტის ბიჭო თენგოს ლოკოჯია გაგიმარჯვოთ მერტო ხო დახი